მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ სერიალის შორეული ქალაქის შესახებ. რას უნდა ველოდოთ მომდევნო სერიებში? რა საიდუმლოს აიხდება ფარდა? ვინ გაიტაცა ზერინი? ვინ არის ნამდვილი ალბორა? ამის შესახებ ვიდეოში ვისაუბრებთ. სანამ ვიდეოზე გადავალთ, თხოვნა გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. დემირისთვის უკვე ცნობილი გახდება, რომ ბორანი ცოცხალია. ბორანი გამოჯამრთელდება და ეჯმესთან ერთად განაგრძობს ბრძოლას ალბორების და ბაიბარსების წინააღმდეგ. ზერინი ქაიას არ გაუტაცებია. ის გაიტაცა ეჯმეს ნარკოპარტნიორებმა, რადგან ეჯმემ შეთანხმება ვერ შეასრულა. სრულიად უდანაშაულო ზერინი მამის გამო გაიტაცეს. ისინი ზერინს ესვრიან, თუმცა მის ორსულობა საფრთხე არ შეექმნება. ქაია მალე გაიგებს, რომ ზერინი ბავშვს მისგან ელოდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალიას მამა აღმოჩნდება ვურგუნი, რომელმაც იხსნა ბორანის სიცოცხლე. ძალიან ბევრი საიდუმლო არის, რაც ჯერ არ გამჟღავნებულა. ყველაფერს კი ფარდა ნელ-ნელა აიხდება. რაც შეეხება ჯიხანს, მალე გაირკვევა, რომ სადაკათი არ არის მისი დედა. ჯიხანის დედას მალე ვიხილავთ სერიალში. სადაკათს გაათავისუფლებენ, თუმცა ის ნელ-ნელა კარგავს ძალას და დღითიდღე რწმუნდება იმაში, რომ ჯიხანს და ალიას ვერ დააშორებს. ალბათ ბორანმაც იცოდა მისი ძმის შესახებ საიდუმლო და სწორედ ამიტომ მისცა ჯიხანს უფლება ეკორწინა მის ცოლზე. სავარაუდოდ, არც ალბორა არ იქნება ის. ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი ეკუთვნის ჯიხანს. უბრალოდ სადაკათი არის გაბატონებული მის ქონებაზე და ნამდვილი ალბორა ჯიხანი იქნება. მომავალ შეხვედრამდე.